გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. მოცემულ არს სიბრძნე ღირსი, კეთილისა მიზეზის ქრისტეს მიერ. ღმრთისა ყოველთაისა, ბუნებასა ჭეშმარიტთა ბრძენთასა. ბრძნად მეტყველებაი ვეცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი ოქრო ირჩეული. ვითარცა თქვა სოლომონ, რამე თუ რაჟამს ბრძენთა დუმილი ჰმაც, მაშინ სიბრძნეი მათი გამოსავალთა ზედა იქებინ. რამე თუ ენაი მათი მეტყველებისაგან ცუდისა უდყვი არნ და ძვირი სიტყვაი უქმ. რამე თუ ძიებაი რაი სასყიდლისაი საქმედ უპყრიედ მათ და ყოვლადვე ბრძნობეთ სიწმიდესა სიმართლით. ღირსებასა თანა და სიყვარულითა ღმრთისაითა გალობეთ მეცნიერებით. მარადის ლოცვისა შეწირვითა ვითარცა იტყვის მოციქული, მოუკლებელად ილოცევდითო. ნეტართა შორის გამორბწყინდა მადლის სავსეი, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი და კეთილად გამგებელი მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი, სანატრელი გრიგოლ, სულიერად მამაი და წინამძღვარი და მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისაი, ორთამად დიდებულთა მონასტერთაი, რომლი ექმნა სახე კეთილის, ყოველთა მის ჟამისა მეუდაბნოეთა მამათა ახლად შენებასა მათსა. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ვითარცა იხილა თავი თვისი, ხორციელა დიდებასა შინა, ფრიად წუხდა გული მისი და განიზრახა ფარულად სივრტოლაი თვისით ქვეყანით საღმრთოითა წოდებითა, რომელიცა უძღოდა მას მამამთავრისა აბრაჰამის სახეთ და ვითარცა ისრაელნი უდაბნოთ. არამედ აბრაჰამ ქვეყანისა მისგან ურწმუნოთა ნათესავთაისა განაშორა ღმერთმან, ხოლო ესე მორწმუნისა და კეთილად მსახურისა ქვეყანისაგან გამოიყვანა ამის მიზეზისათვის. და მსწრაფ ხოლო ბრძანა შეკრებაი ეპისკოპოსთაი და უდაბნოისა მამათაი და ყოველნი შემოკრბეს ჯავახეთს. არამედ მამაი გრიგოლ არამუნიყო, არცა ყოველნი კლარჯეთისა უდაბნოთა წინამძღვარნი მამანი. რამე თუ იყო ნეტარი გრიგოლ არქიმანდრიტი და წადიერად მოელოდეს ყოველნი და მარტოდ ანჯმნობდეს წესისა წინამძღვარნი იგი არსენი კათალიკოზისათვის და ვერა დაამტკიცეს სიტყვა იმათი. მაშინ ერუშნელმან ეპისკოპოსმან მის ჟამისამან რქვა ყოველთა. ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაი, მაშინ განემართოს საქმე და განზრახვაი ყოველთაი. და მათ რქვეს, ვისთვის არ სიტყვა ეგე დამტკიცებითი, ხოლო მან თქვა გრიგოლ არქიმანდრიტისათვის, ხანძთისა და შატბერდისა მაშენებელისა. მაშინ ერთმან ვინმე ეპისკოპოსმან სილაღით თქვა შორის შეკრებულთა მათ. იგი ოდენ არსა ვარსკვლავი მნათობი, ხოლო სხვათა მათ ყოველთა თქვეს,
ჭეშმარიტსა იტყვის, რამე თუ იგი არს მოძღვრებისა, ნათლითა განმანათლებელ და შემკულ სულითა წმიდითა. და მეხსეულად იხილეს წმიდა იგი, მომავალი კარაულითა შორის კრებულსა მას მამათასა, საკვირველად ხილვითა, რამე თუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა, ბრწყინვალისა განუცდელისაი, ხოლო თავსა მისა, კუკული ხილვებოდა, ვითარცა გვირგვინის სამეუფოი, პატიოსანთა თვალთა და მარგალითთაგან ფას დაუდებელთა აღმგული. და ვითარცა იხილეს ღმრთისამიერი დიდებულება იმისი, ყოველნი სიხარულით მიეგებნეს და შეუდგეს სიტყვათა მისთა სიხარულით.